ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის ცხადზე ცხადია რომ საქართველოს რუსული ხელისუფლება ანუ ხუნტა ანუ ბანდა ბზია ამაღლობელს კლავს აი სხვა 52 პოლიტპატიმარი რო შიმშილობდეს მათაც მოკლავდა ან ვისაც დაიჭერს მომავალში და აუცილებლად დაიჭერს მათაც მოკლავს ან ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად შეავიწროებს მაქსიმალურად რეპრესიული იქნება ეს ბანდა ანუ ხუნტა ანუ ქართული ოცნება ანუ რუსული ოცნება მოსთხოვ ემპათია ამ რუსებს სიმართლე გითხრათ უაზრო და უაზრობა მათ ეს გრძნობა არ აქვს და გარდა ამისა ჩემი ხმარწმენით ასრულებენ სადამსჯელო ოპერაციას რომელიც მათ უკარდა ხეს მოსკოვიდან ფსბ-დან აქედან გამომდინარე რაღაცა მოდი ხელი ჩამოვართვათ ან შევთანხმდეთ ამ გვარი საუბრები ჩემი აზრით წარმოუდგენელი დაუშვებელი და წარმოუდგენელი პარალელურად ეს ბანდა ხუნტა ქართული ოცნებისა პოლიტიკური პროცესითაც არის დაკავებული ასე მაგალითად სტრასბურგში თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით იმყოფება ახლა ამ წუთებშიც და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამტკიცებს მისეულ სიმართლეს რომელიც ცხადია ბუნებაში არც არსებობს 7 რეკომენდაცია მისცა საპარლამენტო ასამბლეამ ქართულ რუსულ ოცნებას და დანარჩენ 6 მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლების სინდისის პატიმრების გათავისუფლების თაობაზე არც წავიკითხავთო ეს ბრძანა წულუკიანმა და შესაბამისად ქართულმა დელეგაციამ და ამ ბანდამ ანუ ივანიშვილის ბანდამ ასევე შესაბამისად იმიტომ არ წავიკითხავთო რომ პირველში წერია ყველაზე მიუღებელიო არჩევნების ხელახალი არჩევნების დანიშნავდა ჩვენ ამას არ ვეთანხმებით 2028 წლამდე არანაირ არჩევნებს არ ჩავნიშნავთო ამ თემებზე მე არ ვესაუბრები პოეტ ზვიადრადიანს ერთ-ერთ პირველ მსხვერპლს ამ ქართული რუსული ბანდა ხუნტა ხელისუფლებად წოდებულისა ხო მე ვესაუბრები სხვა თემებზე მე ვესაუბრები ზვიადს პოეტს ამბობდა ვიტყვი მორალურ ან ზნეობრივ მორალურ კატეგორიებზე თემებზე მე მივესალმები ზვიადს მადლობა მინდა გადაგიხადოს ზვიად რომ მონაწილეობ რა ისტორიულ პროცესთან გვაქვს ჩვენ საქმე ახლა ზვიად ხალხი გამოდის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოდის მშვიდობიანი მაგრამ ეს რუსული ბანდა ართმობს ზღაპრის ბოლო კეთილია კარგი სხვადასხვა ვიკითხავ ზღაპრის ბოლო კეთილია ნაკლებად საინტერესოა თვით რუსთაველს მოვიშველიებ ბოროტსაც ძლია კეთილმან გარდაუვალია ჩვენ ხო ვადებზე და დროზე ვლაპარაკობთ და ეს დრო ძალიან ცოტა გვაქვს თორემ რა თქმა უნდა გარდაუვალია და აქ მარტო ციტატებით თუ ქარაგმებით რო არ ვისაუბროთ უბრალოდ მათგან განსხვავებით ჩვენ მე მაგალითად ცოტა ქვია იმიტომ რომ არ ვარ ისტორიკოსი მაგრამ რაღაცები წამიკითხავს და რაღაც მსგავსი მოდელები არაფერი ახალი არ ხდება ეს ყველაფერი მეორდება ხოლმე და მით უმეტეს ასეთი ამ ტიპის რეჟიმების ისტორიაც მეორდება ხო და რა თქმა უნდა ესენი მე ვთვლი რომ ეს არ არის ჩემი ოპტიმიზმის თუ პესიმიზმის საგანი ჯერ ერთი არა ვარ დიდად ოპტიმისტი ადამიანი ჩემ და სამწუხაროდ თუნდაც ყველაზე ყოფით საკითხებში ცხოვრებაში მაგრამ ჯერ ერთი იმედი ახლა ჩვენი იარაღია ბრძოლის იარაღია და არაფერ შუაშია ჩვენი ბუნებრივი მოცემულობა თუ მატრიცა შინაგანი ვის როგორი გვაქვს თან იქ ჩვენ ყოველდღიურად და მეთოდურად ვიკრიბებით აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები მათ შორის განსხვავებული იგივე ოპტიმიზმის თუ პესიმიზმის რესურსით და განსხვავებით მაგრამ თლად ხელჩაქნეული და იმედ გამოცდილი მე იქ არავინ მინახავს მოდი უპუხმა დავსვათ საკითხი ასეც რომ იყოს ხო თქვათ არაფრის იმედი არ გვაქვს და ეს მოცემულობა იყო 1921 წელს დიდი არაფრის იმედი არ იყო მათ შორის მაშინ უკვე საერთაშორისო მხარდაჭერისას და საერთოდ სხვა სამყარო იყო რომელიც პატარა ქვეყნებს და არც ცნობდა იმპერიების ერა იყო არანაირი იმედი არ იყო თქვათ ეხლაც არ გვაქვს იმედი სამედნიეროდ გვაქვს და ისევ და ისევ ალბათ პირველ რიგში ჩვენი მეთოდური ყოველდღიური სხვადასხვა მასშტაბის მაგრამ ყოველთვის მინიმუმზე მეტი ადამიანის შეკრებით პროცესებს ვაჩქარებთ ის იმედიც 2 თვის წინ ნოემბრის ბოლომდე მე არ მქონდა ალბათ არავის მართალი ხარ შენ მაგრამ მართალი ხარ ვაჩქარებთ პროცესებს და ეს ხადია მისასალმებელია კარგია
მაგრამ აქ ერთი ფუნდამენტური კითხვა შემოდის. ივანიშვილს ჯერ კიდევ როდის ივნისში თუ ივლისში თქვა მე აქ რომ დაგღლითო მე თქვა. ივნისში. რა თქმა უნდა ხომ ისე ასე ხედავენ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ადამიანს ისედაც ახასიათებს ჯანმრთელ ადამიანსაც, რომ საკუთარი სამეფოდან თუ გადმოსახედიდან განსაზღვრავს სხვების განწყობებიც, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მეც მქონდა იმის შიში, რომ დავიღლებოდით, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ხო 28 ნოემბერს ყობახიძემ მორიგი საზიზღრობა თქვა, მაგრამ არანაკლები მანამდე უთქვამთ და რაც ყველაზე უარესია ჩაუდენიათ. მაგრამ ეს მოთმინების ფიალა როგორღაც არ გადაივსო არასდროს არ ვიცი გასდიოდა ბევრგან თუ როგორ იყო უბრალოდ ბოლო წვეთის ფუნქცია შეასრულა როგორც ჩანს ჯერჯერობით ასე ჩანს მე არ მინდა რომ ზედმეტად ოპტიმისტურად ვილაპარაკო და ისევ იმას დაუბრუნდები დაუშვათ არ არის ეს ოპტიმიზმი და არ გვაქვს არაფრის იმედი არც საერთაშორისო მხარდაჭერა არც ის ბზარები თვითონ შიგნით რასაც ხედავ თუნდაც მხოლოდ ბიზნესმენების ამ რაოდენობის 2500 კი არა 25 ბიზნესმენი ჩვენ ირაკლი მოუყვებით თავიდანვე ამ ახალი საქართველოს ძვრებს სად გვინახავს რომ რომელიმე ხელისუფლებას თუნდაც ეკონომიკურ საკითხებში შეწინააღმდეგებოდა 30 წლის მანძილზე არა ხო? ანუ ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ არ გვაქვს იმედი რა უნდა ვქნათ სახში უნდა დავსწრეთ. თქვათ არ თუნდაც იმიტომ რომ მომავალში ამ ბრძოლამ და შედარებით ახლო მომავალში ნაყოფი გამოიყოს. თუნდაც იმიტომ რომ თუ გავიმარჯვებთ და შემდეგ ვინც მოვა და რაც არ ვიცით და ბოლომდე მაყოფილი არავინ არც ერთი პოლიტიკური პარტიით შეიძლება არ ვიყოთ მათ ეცოდინებათ რომ ხალხთან აქვს საქმე და არა დაგსაქსულ და კიდევ იცი რატომ ზვიად რომელიც ყველაფერს ხლაპავს და ბოლოს ყველაფერი შერჩება ხოლმე ამ ქვეყანაში და ჩამოეწერება კი გეთახმები აბსოლუტურად შენ კი მითხარი რომ მეტაფორებით ან პოეტიკით საუბარი ხო უფრო კონკრეტულად უნდა ვისაუბროთ მაგრამ უყურე კიდე რატო რუსთაველი ვახსენე ხა ბარათაშვილი უნდა ვახსენო რომ მოძმესა ჩემსა სიძნელე გაგზისა გაუადვილდეს ანუ ვინც მე და შენ შემდეგ მოვა თაობები რომ მოვლენ ხო ამ ტიპებმა ახალგაზრდებმა მაშინ აი მომავლის მოქალაქეებმა იცოდნენ რომ რატიანი ავანგარდში ტაბლიაშვილი არის ერთგან ან ამ მნიშვნელობა ორივე ერთ ხაზზე ხო ხა იმაზე იარ ლაპარაკობ ვინვიზე წინა ჩვენ რაღაცა გავაკეთეთ ისტორია და რა თუ კაკუცა შოლოხაშვილმა წააგო მოდი ვიყოთ გულახდილები კაკუცა შოლოხაშვილმა წააგო ინასარ განწერული ჯანყი იყო აბსოლუტურად არ იყო შედეგზე იმედზე და ასე შემდეგ გათვლილი ხო ეს იყო რაც უნდა გაეკეთებინათ მომავალი თუნდაც სამწუხაროდ მეტისმეტად მომავალი თაობები გამომდა კი დღეს ჩვენთვის გააკეთა მანამდე ვერ იბართხა და ვერ იყვავილა მათმა გმირობა ხო და იმათ იცოდნენ რაზეც მიდიოდნენ იმ ადამიანებმა და ჩვენც ეს უნდა ეს არის ჩვენი მოვალეობა შედეგის და მიუხედავად თუმცა არ მინდა ძალიან პესიმისტურად გამომივიდეს იმიტომ რომ არა მე არა ვარ პესიმისტურად განწყობილი და მგონია რომ ჩვენ უფრო დავღლით ის რუსეთიც ბოდიში ის რუსეთიც რომელიც მის ზურგს უკან დგას რომელიღაც ეტაპზე ხელს ჩაიქნებს მასზე, ანუ ივანიშვილზე. იმიტომ რომ თუ 1 თვე, 2 თვე, 7 თვე, ან 18 თვე ვერაფერს ვერ გააკეთებს სარუსეთოს, ანუ გაუჭირდება, მოდი ესე ვიტყვი, ხო? ეს საპლაკ, ესე იტყვის რუსეთი. აკაზალსია ნიტემ საპლაკო, უკაცრავად რუსულ, ანუ ეს არ აღმოჩნდა ის ტიპი, რომელსაც უნდა დაეღრდო. ხოლმე შეურაცხყოფას კი არ ვაკეთებ, მაინც და მაინც აქ ლაპარაკობ იმაზე, რომ არაც სანდო ყოფილაო ვინმე იტყვის მოსკოვიდან მასზე. მაგრამ სულ ლაპარაკობთ ივანიშვილს. აი მეც გულახდილად გეტყვი. ივანიშვილი ბიზნას და სულ ყველა ბრუნვაში ვაბრუნებთ ხოლმე ხო მის სახელგვარს ვარსაკ. მაგრამ იცი რაშია საქმე? ესე მარტო მასზე პასუხისმგებლობას დაკისრებას არ შეიძლება. ინდივიდები ხო არიან? წესით ხო არიან? ერთი ცხვირი, ორი ყური, თვალები ხო აქვთ? გული ხო აქვთ? ემოცია ხო აქვთ? ესე არ არის რომ ვინც ეხლა დუმს, ან ვით უმეტეს ვინც აპრავებს, ან ვინც ემსახურებს ანტიქართულ საქმეში, ხო? მათი პასუხისმგებლობა აბსოლუტურად გავანულოთ. მესმის რომ გადამსკვნელები არიან, მაგრამ მაინც. აი მითხარი შენი აზრი მათზე, ანუ არა ბიზნესზე. არამედ ადამიანებზე, რომლებიც
შეიძლება ყველას ვერ მოსთხოვო კაკუცობა ზვიადრატიანობა თუ რა ვიცი ანდროჯი ჭირაძე მაგრამ ყველას მოსთხოვო ზია ამაღლებულობა და უთქვა რომ იცი და შეცვლა იშიმშილო არ არის ახლა ესე მარტივი მაგრამ რა უნდა ბიჭო რაღაცის დაწერას რა თქმა უნდა იცი რა არის ირაკლი რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი არის ღერძი ამ ყველაფრის და რომელიც თავად ემსახურება და თავად სერვისებს სთავაზობს და სულ უფრო და უფრო ნაკლებად უფასდება რუსეთთან დარწმუნებული ვარ და რუსეთმა რომც გაიმარჯვოს ეს ჩვენ ხო რუსეთთან ვომობთ ეს ხო ომია ჯერჯერობით ტყუის გარეშე თუმცა ტყუიამდე არ ვიცით რამდენი კვიკლია ესენი რომ სროლელები არიან და ადამიანების გამწირავები ვიცით მაგრამ ფაქტია რომ ჯერჯერობით აშინებთ რეაქცია საქართველოს პატარა ქვეყანა სხვა მენტალობის ქვეყანაა და ეს ყველაფერი აშინებთ ხო მაგრამ პირველ რიგში ივანიშვილია ღერძი ამ ყველაფრის ჩვენ ხო პოლიტიკურ კლასზე და საერთოდ ინდივიდებზე ხა ინდივიდი ამხელა სპარკარსაც შეიცავდა როცა ახსენე ეს სიტყვა იმიტომ და ამიტომაც დაამატე რომ ხელი ფეხი ორი თვალი რაღაც ფიზიოლოგიურად მოხაზულობით წააგვანან ადამიანთა ჟანრს თუ ტიპს მაგრამ არავისი პასუხისგებლობა არ გამოირიცხება იმიტომ რომ ჩვენ მაგარი მოგვიყვანა აქამდე რომ ყველას ყველაფერი შეერჩა დღეს თქვა პირობითად ეხლა რაც გამახსენდა თენგისკიტოვანის შვილი ბედავს და აღშფოთებული ამბობს რომ როგორ ხლაპუშკებს როგორ ისვრითო მამამისის შვილი ასეთი ქვეყანა ჩვენ მოვიტანეთ იმიტომ რომ ყველაფერი გადავხლაბეთ რამდენი უბედურება შევარჩინეთ ყველას მე არ ართვლი რომ ადამიანი საკუთარი царსულის ჯვარზე უნდა აცვა თუ მას რაღაცა შეხედულებები შეეცვალა ან თუ მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები არ აქვს ჩადენილი царსულში მაგრამ მაშინვე თეთრ რაშში ამხედრება და შემოგრიალება და ეს გადასყოფირება არ შეიძლება რომელიღაც ჭეკლასის მოსამართლეს ვიღაცი უნდა ეშინოდეს მე ვის ვეხსომებიო ხო მაგრამ შეიძლება ყველა პოლიციელი მით უმეტეს ნიღბიანი სპეცნაზმელი ვეღარ ამოვიცნობ და ასეც იქნება იმიტომ რომ სამართლე ჩვენ ხო ისეთ საქართველოს გვინდა სადაც სასამართლო გაასამართლებს და არ იქნებიან ვენდეტას სხერპლი მიუხედავად ჩვენი იმდენი ბოროტება ჩაიდინეს ძალიან ძნელია თავის შეკავება მაგრამ და ყველა წიხლი მუშტი და გინება მემეტება ნებისმიერი მათგანისთვის მაგრამ არ შეიძლება იმიტომ რომ ამას შემდეგ ბოლო აღარ აქვს ხოლმე ჩვენ ეს ისეთ მეორე უბსკულში გადაგვიყვანს რომ ეს უნდა გამოვრიცხოთ ანუ სამართლებრივი გზა ნელია ცხადია მე ყველა მოსამართლეს უსურვებდი ეხლა ცხელბულზე რომ მათნაირი მოსამართლეები ყოფილიყვნენ ვინც გაასამართლებს და მიუჯის მაგრამ არა ჩვენ გვინდა სამართლიანი სასამართლო მართლა ხო მაგიტო ვიმთვით ამათ ეს იმ განვითარების იმ საფეხურზე რომელზეც არის ბიძინა ივანიშვილი სიყვარული იდეალები სამშობლო ეს ცნებები არ არის იმისი ცხოველური ინსტინქტები რომელიც ალბათ აქვს რაღაც დაცემლური ინსტინქტები ხო სვავებივით ტურებივით არიან და მთელი სისტემა ხო გარხნა და გადააგვარა მარტო სისტემაზე მარტო პოლიციაზე და სასამართლოზე ხო მაგარ ვლაპარაკობთ ჩვენ არა ყველა სეგმენტში შეაღწია და ყველა გასვარ არის დანაშაულებრივი სინდიკატი იმათი დუღაბი არის დანაშაული ნაჭამი და ნათხრები ფული ბიუჯეტიდან თუ არა მხოლოდ ბიუჯეტიდან ტენდერებიდან და ასე შემდეგ კვლელობები და სისასტიკე რომელიც ჩაიდინეს იმათ ეგადუღაბები და ჩვენ მე ამ სიყვარულის ყოველგვარი ლირიკისა და მივხედავად ჩემი საქმიანობის ამის გარეშე ვამბობ ამაში ძალას ვხედავ იმიტომ რომ წამიკითხავს ციგნები წამიკითხავს მაგათ ხო მათთვის ხო გაუნათლებლობით ამაყობენ ბიძინა ამაყობს აი როგორც სუსის კრეფსები იყო ამონარიდები ისე უკითხავენ იმ ორუელს იმასაც თუ უკითხავენ ამონარიდებს რაც მარტო ესენი ამაყები არიან და შესაბამისად ძულთ განათლებას ვამბობ აბსოლუტურად ყოფით ტექნიკურ ტერმინად თორე გაუნათლებლები ვართ ჩვენ კაცო მე რასაც განათლებას ვეძახი ეს არ არის ეგა მე ვამბობ უბრალოდ ღიაობა ინფორმაციისადმი სიახლისადმი და ელემენტარულად აზროვნებისადმი ღიაობას გულისხმობ და არა განათლებას იმ კრისტალური სახით რომელიც ვიცით რას ნიშნავს ხო ესენი თან ახალგაზრდა ძულთ რა ეს ახალგაზრდას უფრო დიდხანს უნდა იცხოვროს ახალგაზრდამ და იმედია ესენი ისეთი საყვარელი და ოხერი ბავშვები გამოვიდნენ რომ ამათ გრძელი მეხსიერება ეკნებათ ჩვენგან განსხვავებით არავის აღარ დაუვიწყებენ არც ერთ ბოროტებას მაგიტომაც ზურთ მაგიტომაც ერჩიან
მაგიტომაც არის მოდი ირაკლი შეკითხვას დაველოდები, იმიტომ რომ მიგრძელდება სიტყვა ემოციური საინტერესოა, ემოციურია, საინტერესოა, სწორია, მართებულია, რასაც ლაპარაკობ. შეგიდან ცენზორი მხავს და გაცილებით უარესი სიტყვები, რაც მომდის ავტო შევეჩვიე ბოლო თვეებში გავიცავ ინტერვიუებში და კრეჭს და კიდეებს უბლაგვებს თუ უგლუვებს, რომ ის სიტყვები გამოვიდეს, არ ვარ მემთლად 7 ადამიანი და დიდად გინება არ მიყვარს, მაგრამ რაღაც სხვა სიტყვები არ მომდის ხოლმე და მე ვცდილობ რომ დავაკოლექტივო. სანაშო ეს გინება როგორც ასეთი არის, მე ყოველ შემთხვევაში ამ თეორიის მომხრევარ, რომ გინება არის შეწინააღმდეგობის ერთ-ერთი ფორმა. კულტუროლოგიური ყოველთვის იყო ყველა ენაში, ყველა ეპოქაში და დაახლოებით თემატურად და სტრუქტურულად ერთ და იგივე ამ დედა და ცოლი აი ამ სექსუალურ იმაში მოდუსში ბრუნავდა ყველა ხალხსა და ერში და რომელიც არის უკიდურესი ემოციური აღელვებისას მოდის რომ მე მართლა საჩესთანაც ვიჯექი ფეხბურთიც მიყვარდა ყველა არ ვიგიყვარი ჩემზე კულტურული ადამიანები ვიცი რამდენიც გინდა განათლებულები საოცარი ხალხი მაგრამ ხშირად იგინებიან მათ აპარატში ეს არის ორგანული მე დიდათ არ მაქვს მაგრამ ამათზე აი რა სიტყვა უნდა მოიფიქრო ჩვენ ხო ადამიანური საზომებითა და ლოგიკით ამათზე ვერ ვიმსჯელებ და ამავდროულად ყოფთავებში და რა მწიფდება არ ვიცი და ერთსაც დავამატებ აი მეტაფორები ახსენე ეს მეტაფორები იმიტომ კი არა რომ ჩვენ კალამი თუ არა ენა გაგვექცევა ხოლმე რეალურად იქნება ყოველთვის იქნება ასე რომ ბრძოლებში და რაც თავარია თვითონ აქმნიან ეს გაჟონილი მელანი ბიულეტენებზე ასევე მეტაფორა იყო მაგრამ კიდევ უფრო გადასარევი გუშინათ ვცადე და ამავიწყდა ეს რაღაც ჩართვაში იცით რა არის ეს გადასახდელი აპარატები ქალაქის ტრანსპორტში ხო ეს იყო ჯერ ჩემი პატივისცემა თაყვანისცემა ყველას იდეის ავტორით დაწყებული მემონტაჟებით ვინც კოლაჟი გააკეთა და ვინც ტექნიკურად შეასრულა ყველას ასეთი მართლა ეფექტური და ლამაზი ამათ დაცინვა ცხილის და ჩვენ თან ყოველთვის უნდა გამოვნახოთ ამ ბრასსა და ბრძოლას შორის რესურსი რო თან დავცინოთ დასაცინები არიან თითით მაგრამ აი ეს სკოჩი რო ააკრეს აი სკოჩი არის ხარბა და გომელაური და ყველაფერი არაჩუმებს აი მართლა სკოჩია რაც არ უნდა მტივნეული იყოს იცით როგორ მეთქინამეს მე ჩემ თავს და ფუებზე და იმათ კიბილებზე ლაპარაკი არ მინდა და თუნდაც რამდენიმე დღეა კვირაზე ცოტა მეტი გამოვიდა პატიმრობა არ იყოს ასე ამბობ ვის უხარია მე ყოველ საღამოს მიუხედავად იმისა რომ არაჩვეულებრივ ადამიანებს ვნახულობ და განმუხტვა დამოხტვის საშუალებაც არის ცოტა მეზარება ხოლმე იმიტომ რომ რაღაცა ბაიხუშურ სტილზე ვიყავი აწყობილი ჩემ ჩირგვებში და კითხვა თუ წერა თუ თარგმნა თუ თუნდაც რაღაც ფილმის ყურება ან რამე ეს ან მუსიკის სმენა კიდე ყველაფერს მირჩევნია რომ რაც სახში მხოლოდ სახლის ფორმატში გამოდის მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს ხო და ამით მივახცებთ ამით ვერაფერსაც ვერ მივახცებთ თუ არ იქნება სხვა ბერკეტები ამუშავებული მაგრამ ამის გარეშე არ იქნება ან თუ იქნება ძალიან გვიან იქნება ყოველდღიურად ბევრს კარგავ თუ აკარგინებენ და ამათ ხო არა აქვს ეს ის რა შენ წელს მონოლოგში პასუხად უფრო ზუსტი რო ვიყო ამგვარი რამ თქვი რაზეც მე ძალიან ბევრი მიფიქრია რა და ბევრს გვიფიქრია მარტო მე არა შენ თქვი რომ ტყვის გარეშე მოდიანო რუსებიო ხა ფილმს მოუწოდო შეერაღებული დაპირისპირებისაკენ იმპერია რუსეთის წინააღმდეგ ხო არასწორია იმიტომ რომ იცი წინასწარ იცი თითქოს ოღონდ თითქოს რომ აპრიორი დამარცხდება მაგრამ მეორე მხრივ ვინმეს უთხრა რომ შეშთა თანამედროვეებს და შრომავლობას უთხრა რომ იცი რა ხელები აზიე და ამ უთხრიოდ მოსულ ტიპებს ჩააბარე ქვეყანაო ეს ალბათ კიდე უფრო რთულია ოწოდებებით კი არ გამოვირჩევი ახლა მოდი ეს გავაკეთოთ პირი და შენ გააკეთე მეთქი საკუთარ თავს შემიძლია ვუთხრა მაშინ შენ გააკეთე რაღაც დაწერე ხო ან არ დაწერო არ ვიცი თოხია იარაღია მაგრამ ასეთი კითხვა მაქვს აი ეს ხო ცხადია ბიზნა ივანიშვილი ვინ არის ბიზნა ივანიშვილი არის შემსრულებელი რაღაცა შეკუნებო კაცია ხო თავისუფალი მართლა რომ ვამბობთ ხოლმე რომ რომელიმე დაპატიმრებული გაცილებით თავისუფალია ვიდრე
ვიდრე პარლამენტში მყოფიან თუ ბიზნე ივანიშვილის კარზე მყოფიან თავად ივანე კი არ ვწდებით კი არ ვაჭარბეთ მართლა აი ეს ბიჭები თუ ახალგაზრდები რომლებსაც ავტობუსში ეს ხმა გაუშვეს ისინი სულ დაიჭირონ ხო კაცინები თავისუფალი ტიპები არიან ხო აქ მერაბ კოსტავას შემიძლია გავიხსენო რომელიც წერს თავის წერილში თავისუფლება ქვია თორცლებებზე კარგი მოგეთ ის გარეშე რუსების მოსვლაზე მელაპარაკე ორი სიტყვა მითხარი და ბატონო იცით რა არის ჯერ ერთი ვერავინ გათვლის მაგას და ერთადერთი ჩვენ ზალა რო არ გვაქვს საბრძოლო ეს ვიცით ეს არის მოცემულობა რაც არ უნდა სცენარები წარმოვიდგინოთ პარტიზანული ომი ეს არ გვაქვს ამისი ზალა მაგრამ ჩვენი ზალა რა არის დაცულობა ის დასავლეთი მართლა მოქმედებს და ამას ანადგურებს ხო რასაც ეს აკეთებს მე არ ვარ დარწმუნებული რუსეთის ახლო გეგმებში არის თოფიარაღით შემოსვლა და თუ შემოვა თავის ეფესბეს კატეგორიის გამოწურული ბიძინა ივანიშვილი და მით უმეტეს დანარჩენი ეს რაღაცა არსებები ხროვა რაში ჭირდება რუსეთს ჩვენი ერთადერთი დაცვა რაც არის უკრაინაში აკავებს ხო რუსები როგორი სტრატეგები არიან და რა გათვლები ქონდათ ნახეთ ხო თავიანთ სამღიან თუ ხუთხიან ომში რაც მართლა ხო ეგრე გეგმავდნენ და ეგრე წარმოედგინათ და ტირანია, ავტორიტარიზმი, დიქტატურა ეს ყველაფერი გულისხმობს ავტომატურად კორუფციას. კორუფციულ ქვეყანაში ჯარით ჩამოშლილია და ყველა ინსტიტუტიც და თვითონ რო ეგონათ ჯარი ხავდათ და ძლიერი აღმოაჩნდათ ჯარის მაგივრად ეს ტექნიკა და ყველაფერი. ასე მოხდა, იმიტომ რომ სხვანაირად ადამიანებს ყიდულობდნენ ყველა ეპოქაში ფულით, ხო? და ჩვენ შემთხვევაში ახლა რაც შეეხება ჩვენ დათმობა არ დათმობას თუ საჭირო გახდა უნდა ავიღოთ იარაღის დიდი არაფერი მსროლელი ვარ აფხაზეთის ომის წლებში როცა ახალგაზრდაც ვიხავი და ეს ვერ შევძელი ეს და გარდაცვლილების გადმოსვენებაზე თავის საქმე თავი რო ეგეთ საქმე იყო და რისკის შემცველი თვითმფრინავით ფრენა მუდმივად და არ იყო ადვილი ემოციურადაც და ისეთ მათ შორის ახლობელი ადამიანებიც რომ იყვნენ ამ გარდაცვლილებს შორის და ამით დავსაკვდი ეს იყო ჩემი წვლილი იმიტომ რომ ეს თო სროლა და არის ნათქვამია რა ზურგი ისე შევდით ირაკლი მაპატიე შეგაწყვეტინე მათ შორის ეხა მე და შენც ერთმანეთი გვახსოვს 88-99 წლიდან აი თავიდან ხო ჩვენ რო აქ ვიბრძოდით შეცდომებით რამდენი სისულელე დავიმართეთ რამდენი დანაშაული გამოგვივიდა ჩვენ და მე და შენ ჩვენ და უნებურად მაგრამ ბევრმა ძალიანაც გათვლილად ხო რამდენი სისხლი მოყვა მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვებში დააწერწოდა ვიღაც პატარა ფუქსავატი აფერისტი ჟულიკი მისივე ენაზე მისთვის გასაგები ენაზე რაღაცა ოფიციები ალბათ ქონდა მე ბორის ივანოვი გახდა და ამ 9 აპრილის ვინც დაგვარბია იმას აფინანსებდა და ეხლაც კაცით მე ხო არ ვუგონებ ქვეყნის გამყიდველობა შეიძლება იყოს მეტაფორული ნაირთმას მაგრამ ამ შემთხვევაში პირდაპირ მნიშვნელობით და კიდითო კაცი თვითონ ამბობს ამ ჩვენ ხო დაბრალება გამოგონება ან ფერების გამუქება არ აღჭირდება რა კაცი თვითონ გვიყვება რომ ამ თავისი ფულების გამო ხით საქართველოს ასე ამოიდო ერთი თავისი იწრო ერთი ადგილის ქვეშ და გვაზის ზემოდან და ჩვენით ვაჭრობს და არაფერი მაგას არ აქვს და ის დანარჩენებზე რაღაც არის ლაპარაკი გარდა იმისა რომ ვერ ამხელა ბოროტება ვის შერჩება ამ ქვეყანაში კაცო მე რამდენჯერმე მithქვამს გავიმეორებ მე ჯერჯერობით იმედია არა მარტო ჯერჯერობით მაგრამ ვარ პრივილეგირებული იმით რომ მე ვიცემე და მე დამიჭირეს და არა ჩემი შვილები რომლებიც ასევე იქ არიან და იქ ვინც მიდის ყველას აქვს იგივე საფრთხე ამიტომ ვერ შეიფერებ ვერც ნაცნობობას ვერც იმ ზედმეტად იქნესებ ვცდილობდი რომ ძალიან არ მეკოჩლა იმიტომ რაღაცა პოზა არ ყოფილი ხარ და მაგრამ თქიო და ორივე ფეხი მარჯვენაზე მეკოჩლა თუ მარცხენაზე ვეღარ გადავთავდი ხოლმე სიჩქარებს რაღაცა პერიოდი მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ აქვს აი ხა მე რომ ჩემ შვილს რო იგივე ჩემი შვილი ჯერჯერობით მხოლოდ გზის გადა 500 კაცთან ერთად მარტო რო გზა გადაკეტა იმაზე დაჯარიმდა და მე არ ვიცი რას ვფიქრებდი თვითონ ალბათ ისე იგივეს რო კეტებით და კომბლებით არ უნდა გამოუდგეთ ქუჩაში ვიღაცა არარაობას და სასამართლოს თუნდაც აი ამ ნელ მაგრამ სამართლიან მართლმსაჯულებას უნდა მივანდოთ ხალხს ვინ გააჩერებს ამხელა ბოროტება ვის შერჩენია ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის თავს თუ უშველა და კატაპულტივდა ეგეც კაცმა არ იცის რუსებს როგორ გადაურჩება და რისი შიშიც აქვს ყველაფერთან ერთად ხო ფული და სიცოცხლება მაგაზე უბედური ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი იმავდროულად არის ამავე ქვეყნის პირველი მათხოვარი ისტორიულად ყველაზე მდიდარი თავარი მათხოვარი და ყველაზე უბედური კაცი
მოგზაურობა თან ფული ხო სასჯელია, როცა გემოვნება არ გაქვს, ინტერესები არ გაქვს, ეს მოიხმარო, სიკეთეში არ ვამბობ, ეს ვითომ სიკეთე ხო ინვესტიცია იყო, 100 იმდენი ამოიღო და აძარცვინებს ამ ქვეყანას ვიღაცა არარაობა, ღარიბაშვილებს და კალაძეებს და იმათ უარესებს ხო? ამოიღო რომელია აბსოლუტურად ჯერ ვისაფინანსე, კაი ეკლესია გადაკრიშა და ისიები ხო გვახსოვს არა ვისაც აფინანსებდა მესმის რომ ძალიან ბევრს მართლა ბევრისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი გადარჩენის თორპასის რაღაცა თანხა უმეტესობა იყვნენ გადამცხარი ადამიანები მართლა წითელი ინტელიგენცია რო ერქვა ძირითადად და ბიზნესის თვალთახედვით ტელევიზორში ნახული ადამიანები მაგაც თუ ის არა ვიღაცა მეცნიერია რაღაცა ტელევიზორში არ უნახავს არტისტი უნახავს მომღერალი აი ხო თელი კომპოტი თუ თელი პაკეტი არის თან ვერაც ბოროტებასთან და სიბინძულესთან ერთად გოიმობას რო ვერ გამორიცხავ ეს გოიმობა ძველი სიტყვა ახალგაზრდებს კარგად აღარც ესმით მაგრამ თან მაგას უნიჭობა და გაგრივა WX-ით ყველაფერში და უნდა რომ ქვეყანა ჩამოწიოს ჩამოღუნოს და გაითანაბროს თვითონ კი არ ამაყდეს მაგაზე არ არის ნაყვალები ერთ მხარეს რომ ზია ამაღლობელია ამდენი დამსახურების მქონე ადამიანი და ასეთი მიცია და მეორე მხარეს ვიღაც ვიგინდარა დგებუაძე არარაობა ერთ მხარეს რომ გიტო სამხარაძეა და მე ჟურნალისტებზე ვიტყვი რომ ყველაზე გიტონის ესენი უყურებენ თვალებში იმიტომ რომ ყველა ბრძოლის წინახალზე არის ზვიად ქორიძე რო არის ზვიადზე ორსიტყვას ვიტყვი არ გავაგრძელებ რა თქმა უნდა ზვიად ქორიძე უნდა ძულდეთ იმიტომ რომ ამ კაცმა ეს იყო ერთ-ერთი და ერთ-ერთი გამორჩეულებს შორის ვინც ახლიდან გამოიგონა ქართული არა მარტო პირუთვნელი ჟურნალისტიკა არამედ ენა რომელიც ამ პირუთვნელობას და სიმართლეს შეესაბამება მანამდე იყო საბჭოთა საგაზეთო ტრადიცია აბსოლუტური ტრაფარეტები გამოშიგნული გამოფშეკილი დაკაპჩიონებული ენა ზვიად ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო იყო საუბარი მე უახთილად გეტყვი რაღაც ტექნიკური პრობლემის გამო მე შენი ნაკლებად მესმის აღარ მესმის უფრო ზუსტი რო იყო მადლობა ზვიად რატიანი იყო ჩვენი სტუმარი 28 წუთამდე გაგრძელდა ჩვენი დიალოგი სწორად დასაწყისში იყო ჩემი მონოლოგი მე უკვე 25-26 წუთიანი დიალოგი ამ არაჩვეულებრივი პოეტისა და არაჩვეულებრივი მოქალაქისა პირველ ყოვლისა ზვიად რატიანისა ხო ბევრი რამე ამოვწერე ხო აი მაგალითად ჟულიკი ივანიშვილი აფინანსებდა იმას ვინც 9 აპრილს დაგვარბია არ არის ესე ლებედს არ აფინანსებდა ლებედი როდიონობის ზურგს უკან არის ხო ჩვენ სხვა გზა არ გვაქვსო ეს ზვიადობაც ბრძანა და მეც და არა მხოლოდ მეც ჩვენგან სხვა უთქვამს ეს და ესეც არის აგზა გვაქვს და ასევე ზვიადობა თქვა ის რაც ასევე ყველა ვიცით რომ ხალხს ვერც ვერავინ გააშერებს იმ პირის მიმართ ვინც ჩვენ ნით ვაჭრობს და ჩვენ გვხილის ეს იყო ხარტაბლო წარმატებას და გამარჯვებას გისურვებთ მადლობა